ისაა კასური ფიქრის მაგალითს გვაძლევს. აი როგორ უნდა ვფიქრობდეთ, ხო? საერთოდ საღვთო საგნებზე ფიქრი ქრისტიანული ერთ-ერთი სათნოებაა, როცა ფიქრობ საღვთო საგნებზე. და აი ერთ-ერთი მაგალითი. როდესაც ფიქრობ იმაზე, თუ რა იყო სამყაროს შექმნამდე, რა იყო სამყაროს შექმნამდე? არაფერი იყო, არც ხილული, არც ანგელოზნი და ყველაფერი ეს როგორ მოიყვანა ღმერთმა არარსებობიდან კეთილ არსებობაში, მხოლოდ საკუთარი ნების საშუალებით, საკუთარი ნებით არაფერი არ არსებობდა და თქვა, მინდა რომ იქმნეს და იქმნა. გესმით? რას ნიშნავს საკუთარი ნებით? თავისი არსებიდან კი არ გამოიღო ეს სამყარო ღმერთმა. არამედ თავისი არსებისგან დამოუკიდებლად არ არის და თქვა იქმენ და იქმნა. გესმით? აი ეს არის. ოღონდ გონიერ არსებას ადამიანს თავისი სუნს თქვა შთაბერა. ეს არის წინდი, ერთგვარი წინდი, წინაპირობა, რომ მას შეუძლია მერე მასთან შემოვიდეს. რაც ხდება ახალი აღთქმის ეკლესიაში. და ეს ყველაფერი ამას რო იგებ, და ამაზე რო ფიქრობ და აგზელებს ისაა კასური აღტაცებასა და განცვიფრებაში მოდიხარ. გიჩნდება სურვილი და რის სურვილი გიჩნდება ამ დროს? სურვილი მდუმარებისა. რა უნდა თქვა? რა უნდა დაამატო? როცა ეს რწმენა გაქვს და ამით განცვიფრებული ხარ, ამას რა უნდა დაამატო? ღვთისწინაშე მუხლის მოყრისა, ცრემლით მადლიერებისა და დიდების მეტყველების აღმოთქმისა. აი ამის სურვილი გიჩნდება. ნეტარია ის, ვინც მთელი ცხოვრება ამგვარად ფიქრობს და აზროვნებს. და აი ამას რო კითხულობ, და ეს ხო ისაა კასური ამას ხო ჰაერზე არ ამბობს. ეს არის ეკლესიის გამოცდილება და პირადი გამოცდილებაც ხომ არის. და მე საკუთარ თავს ამას რო ადრი, ეს ხო კიდევ ერთი мотиваციაა შენთვის რომ გლოვარებდე, ესე რო არა ვარ და აი ამიტომ ადამიანი შედის თავის სალოცავ ოთახში, შედის ცდილობს შევიდეს გონებით გულში და ამბობს უფალო იესო ქრისტე და რა შემიწყალ. რომ მე ვიცი რაც უნდა ვიყო და არა ვარ. და თუ ადამიანი გულმოდგინედ მიზანსწრაფულად ასე ცხოვრობს, დადგება წამი ჩვენ ცხოვრებაში, როცა დაიწყება ჩვენი გულის ნუგეშინის ცემა. ნელ-ნელა გამონათებები ჩვენ გულში საღვთო მადლისა. ნელ-ნელა განცდა იმ დიდებულებისა, რასაც ეკლესია გვასწავლის, რაც რწმენით ვიცით, იმის შესაბამისი განცდის ესეთი გამონათებები გაჩნდება ჩვენს გულში. და ჩვენი სულიერი ცხოვრება ერთ დიდ დღესასწაულად გადაიქცევა.